ვარ ბარბარა ბასილაშვილი 9 წლის. სწავლობ ბათუმის მე-11 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მუსიკა და ცეკვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელია ვცეკვავ ანსამბლ ლაზარეში. ბავშვობიდან მინდოდა შევსულიყავი ცეკვაზე და დედიკო მესოცნება ამისრული. ცეკვაში ყველაზე რთულია წერებზე დგომა. ყველაზე ადვილია ნასწავლი ილეთების გამეორება. ლაზარის ჩემი ქორეოგრაფებია თამილა ტარიელაძე და უჩა ჯანგველაძე. უჩა მასწავლებელი არის ცოტა მკაცრი, მაგრამ სამართლია. თამილა მასწავლებელი არის ძალიან ლამაზი და მხიარული. კონცერტი ჯერ არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. მინდა დიდ სცენაზე ვიცეკვო, მაგრამ წინასწარ ნერვიული. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიულობა. საყვარელი ილეთია ეს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი კლასელები და მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია შენგელი. ყველაზე ჭკვიანია ლაშა ბოლქვაძე. ყველაზე მშვიდია ნია სურმანიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ანდრია გათენა. მე ვარ ყველაზე ლამაზი, კეთილი და პრანჭია. რო ვიპრანჭები, მერე ყველაზე მეტად მიყვარს ლია მამიდასთან სტუმრო. საყვარელი მასწავლებელია მაკატოღოში. იმიტომ რომ ძალიან ვუყვარვარ და სულ მეხუთე. რა გავეზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავ. თუ მოცეკვავ ვერ გამოვალ მუსიკოსი. მე ვსწავლობ მუსიკალურში და ვუკრავ ვიოლინოზე. ვიოლინოზე დაკვრა, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაზე კარგი ხმა. ვიოლინოს გარდა კიდევ მინდა ვიცოდე დოლზე დაკვრა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოვალ კარგი მუსიკოსი და ბევრი კონცერტი მექნება. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს ბაკურიანში. ახლა მინდა ვიყოთ 13 წლის, იმიტომ რომ მომწონს თინეიჯერობა. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი 2 და. ჩემი და არის 12 წლის და ჰქვია ანასტასია. ის არის ლამაზი, მხიარული და პრანჭია. ჩემი აზრით ანასტასია რო გაიზრდება, გამოვა წარმატებული მოცეკვავე. უმცროსი და არის 2 თვის და ჰქვია სოფია. ის არის ლამაზი, მტირალა და ჭამელი გოგო. მამიკო არის კეთილი, მხიარული და გულწრფელი. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუფთა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, სადაც მინდა იქ გავჩნდებოდი. ანუ მექნებოდა ტელეპორტაციის ძალა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში. სხვათა შორის საჩუქრები ძალიან მიყვარს. თოვლის ბაბუა სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა Samsung 06 ტელეფონი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 37 წლის და მისი სახელი არის ნიკოლოზ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ჩემი და ანასტასია ბასილაშვილი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. მისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქმეოდა? მე მაგალითად ბარბარე რო არ მერქვას, მერქმეოდა მელანი. ბედნიერება არის პატარა ძმის ყოლა, საჩუქრები და დედიკოს ჩახუტები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.